129 წელი. იბერიის სახელმწიფოს დედაქალაქში რომიდან იმპერატორ ადრიანეს ელჩობამ იბერიის მეფეს იმპერატორისგან დიდი ძღვენი გადასცა და კაბადოკიაში მოკავშირეების შეკრებაზე გამოცხადება შემოუთვალა. სამეფო ძღვენში სამხედრო სპილო, 50 ლეგიონერი, ვერცხლის ჭურჭელი და ძვირფასეულობა შედიოდა. ადრიანემ მოკავშირეებიდან მხოლოდ იბერიის მეფეს ფარსმან მეორეს გამოუგზავნა ასეთი მდიდრული საჩუქრები. ეს რომ ასია, ამაზე რომაელი ისტორიკოსი ელიუს სპარტიანე დაწერს. როგორც ჩანს, ადრიანე ძალიან დაინტერესებულია რომ ფარსმანს შეხვდეს. დღევანდელი მასშტაბით რომ ვიმსჯელოთ, ეს 50 მებრძოლი თავისთავად მნიშვნელოვანი რამ იყო, რაც შეეხება საბრძოლო სპილოს, ეს დაახლოებით არის იგივე დღეს რომ რომელიმე სახელმწიფო მეორე სტელს იაჩქოს. ფარსმან მეორე ფარნავაზიანთა დინასტიიდანაა. ის ქართლის 21 მეფეა. მას ენის მოჩლექით ელაპარაკება ორი მსხვილი ქვეყანა, რომი და პართია. ამბიციურია ფარსმანი. გეოპოლიტიკური მატრიცა საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური სკანდალების მართვის შესაძლებლობას აძლევს მეფეს. ეს მეზობელმა იმპერიებმაც იციან, უკვე არაერთხელ გამოსცადეს ფარსმანის რისხვა. ფარსმანს, როცა უნდა მაშინ გახსნის დარიალის კარს, გადმოუშვებს მეომარ ტომებს ჩრდილო კავკასიიდან, შეუსევს სავაჭრო გზებს, გამოიწვევს ამ გზების პარალიზებას, ამით ეკონომიკურ დარტყმას აყენებს რომსაც და პართიასაც. აი ახლა, როდესაც ფარსმანს იბარებს ადრიანე რომში, ფარსმანმა ზუსტად იცის, რას ეტყვის მას იმპერატორი. რომისგან კონტროლირებული შავი ზღვის ტერიტორიების სანაპირო ზოლში ფარსმანი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამით გახლეჩს რომის კოჰორტებს შორის კომუნიკაციის მყისიერ შესაძლებლობას მეორეს მხრივ აფართოვებს თავისი ქვეყნის საზღვრებს. ამიტომ ის ადრიანესთან შეხვედრაზე მტკიცე უარს აცხადებს. რომაული ისტორიოგრაფია ზუსტად და თანმიმდევრულად აღწერს, რატომ არ წავიდა ქართლის მეფე კაბადოკიურ თათბირზე, რატომ აარიდა თავი ფარსმანმა ადრიანესთან შეხვედრას. ეს ინფორმაცია იმდენად ზუსტია, რომ გადმოგცემს სწორედ აი კაპადოკიის მმართველი, ვინც არის, ანუ თვითმხილველი ამ ამბების, რომელმაც იმოგზაურა შავი ზღვის გარშემო. ეს არის ჩვეულებრივი საინსპექციო მოგზაურობა და აღწერს რომაული გარნიზონები რას აკეთებენ, როგორ მდგომარეობაში არიან აღმოსავლეთ შავი ზღვის პირეთში. და ეს არის შემორჩენილი, ეს არის უძვირფასესი წყარო და აგვიწერს სიტუაციას, ვინ ცხოვრობს, როგორ ცხოვრობს და ის გვიყვება, რომ სწორედ სადღაც აჭარის ტერიტორიაზე ცხოვრობენ ზიდრიტების ტომები, ეს როგორც ჩანს ადგილობრივი მეგრულჭანური ტომია, რომლებიც ემორჩენებიან ფარსმანს. როგორც ჩანს, ფარსმანმა დაიმორჩილა და გავიდა ზღვაზე გასასვლელი აქვს. ეხლა ფაქტურად მან აბით გაწყვიტა პირდაპირ პროვინციები, რომაული პროვინციები, როგორიც იყო თავის ეგრისიანად, ლაზიკიანად და აი შუაში ეს სოლივით შევიდა. და ეს რა თქმა უნდა გააკეთა როგორც ჩანს ადრიანესგან ასე ვთქვათ შეუტყობინებლად. ადრიანე არ იყო საქმის გულში და აი აქ იყო სწორედ ეს კონფლიქტი. მიუხედავად იმისა, რომ ფარსმანი არ მიდის კაბადოკიაში, ის იმპერატორს სამეფო საჩუქრებს 300 მოკროვილ მოსასხამს უგზავნის. ფარსმანი ამ გადაწყვეტილებას იღებს მაშინ, როდესაც რომი ყველაზე მეტად აქტიური პოლიტიკური და სამხედრო მოთამაშეა. რომის საზღვრებიც ისეა გაფართოებული, როგორც არასდროს. რა პასუხს ელოდება ფარსმანი იმპერატორისგან? ან რა პასუხი შეიძლება მიიღოს ამბიციურმა მეფემ რომის იმპერიისგან? განრისხებული ადრიანე ამ ძვირფას ტანსაცმელს, რომელიც ალბათ რომელთაც მოიხიბლებოდნენ უმდიდრესი სენატორებიც კი გლადიატორებს ჩააცვა და გამოიყვანა ასპარეზს. ეს უკვე უდიდეს შეურაცხყოფა იყო, როგორც იტყვიან, მერვებმა უმტყუნეს ადრიანეს და მან ცეცხლი გახსნა. მან მიაყენა ფარსმანს შეურაცხყოფა. ამ შეურაცხყოფის შემდეგ უკვე იწყება ომი. ფარსმანს ადრიანეს საქციელზე უამბეს. მეფემის მანევრი გამოიყენა, რასაც ასე უფრთხოდა რომი, გახსნა დარიალის კარი და ჩრდილო კავკასიელი მეომრების შეუსია მსოფლიოს სავაჭრო მაგისტრალს. ეს
ეს იყო ყველაზე დიდი და გრანდიოზული შეტევა ფარსმანის მეფობის დროს სავაჭრო გზებზე. სავაჭრო გზები აბსოლუტურად პარალიზებული აღმოჩნდა. ჩრდილოეთ კავკასიური ტომები ძარცვავდნენ ქარავნებს, ქალაქებს, სოფლებს, პართიას და რომს დარჩათ აოხრებული და გაძარცვული პროვინციები. მიიღეს კოლოსალური ეკონომიკური ზარალი. იბერიელმა მეფემ თავისი შესაძლებლობებით მასშტაბური დემონსტრირება მოახდინა. სწორედაც დარიალის გაკონტროლება იყო მთავარი გეოპოლიტიკური ბერკეტი, რითიც იბერიის სამეფო ინარჩუნებდა დამოუკიდებლობასაც, მაღალ სტატუსსაც, აშანტაჟებდა პერიოდულად, როგორც ჯერ კიდევ აქემენიანთა სპარსეთს და სელევკიდებს, მერე რომს, პარტიას, შემდგომში ბიზანტიას, სასანურ ირანს და აშანტაჟებდა იმით, რომ არ ბევინებდა ამ მისგან კონტროლირებად ბარბაროს ტომებს აბრეშუმის გზას, შესაბამისად ვაჭრებს ქართულ ტერიტორიებზე იზიდავდა. ეს დამატებით შემოსავალი იყო და გარდა ამისა აიძულებდა, რომ იბერიის მიმართ კომპრომისებზე წამოსულიყვნენ. ეხლა უკვე ქართული წყაროებით ვიცით, რომ როგორც ჩანს პართელებმა ვერაფერი ვერ მოუხერხეს და მისი მეფეები ჩივიან რომში, რომ შენი ესა რა ქვია მოკავშირე გააჩერეო. როგორაა ორგანიზებული ფარსმან მეორის დროინდელი ქართლის სამეფოში სახელმწიფოებრივი და იერარქიული სტრუქტურები? არის ჩვეულებრივი მონარქია აბსოლუტური, სადაც გადადის მეფობა მამიდან შვილზე, არის სახელმწიფოს მოწყობა, არის საერისთავოები, ერისთავები როგორც მოაწყო ფარნავაზმა, რომელმაც ასე ეს იდეა როგორც ჩანს აიღო აქემენიანთა სპარსეთიდან, როდესაც იქ სატრაპიების მსგავსად მოაწყო, მაგრამ ჩვენი პატარა ქვეყანაა და იქ 8 საერისთავო და ერთი სასპასპეტო იყო ქართლში და აი ასე ამ ფორმის სახელმწიფოა, ესე ჩვეულებრივ მამიდან შვილზე გადადის ეს არის. იბერიელი მეფეების რეზიდენციაც ქართლშია. მეტროპოლიის ფუნქციას იღებს ქალაქი, რომელიც რელიგიური კერპების გარემოცვაშია. ამ კერპებს მთის მწვერვალებზე დგამენ და პილიგრიმებისთვის მათთან მისასვლელ გზებს აგებენ. მთავარი კერპები გაცი, გაიმი, ზადენი და არმაზია. მათ შორის დომინანტი არმაზის კერპია. მთის მწვერვალს, სადაც არმაზი დგას, ქედს და ხეობას არმაზ დაარქმევენ. მეხსიერება არასდროს წაშლის არმაზის გავლენას. ამიტომ დღემდე აქაურობას არმაზის ხეობა ქვია. მთავარი კერპი გადმოჰყურებდა მეტროპოლიას, რომელიც პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო ერთდროულად. ასე ეწყობა ცენტრალური ქალაქები მეორე საუკუნის ცივილიზებულ მსოფლიოში. რომელი ქალაქი იღებდა ამ ფუნქციას ქართლში? ჩვეულებრივად ეს იყო მცხეთა, იყო ქართლის სამეფოს დედაქალაქი, სადაც იყო სამწუხაროდ არ არის აღმოჩენილი ეს ასე ვთქვათ მათი რეზიდენციები. ადგილი, სადაც ახლა ჩვენ ვართ, ბაგინეთია. ამ უბანს სამეფო უბანსაც ეძახიან. ის მცხეთის მოპირდაპირედ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ამ ადგილას ისტორიულად ტრადიცია არსებობს, რომ ყოველთვის იყო ფარნავაზიანთა დინასტიის სამეფო სასახლეები და სამეფო რეზიდენციები. ჩამონათვალი ქართლის მეფეების გვეუბნება, რომ აქ იცხოვრა 27-მა ფარნავაზიანელმა მეფემ. ამ ჩამონათვალის მიხედვით ჩვენ ვიცით, რომ ფარსმანი 21 ფარნავაზიანელია. სამეფო უბნის ინფრასტრუქტურა ძალიან მოწესრიგებული და მრავალფეროვანია. ეს არის 6 კუთხა ტაძრის ბაზისი. ჯერჯერობით ანალოგი მას მსოფლიოში არ მოეპოვება. ამ უბანში რეზიდენციების და კომპლექსის გარშემო ყველა პირობაა დაცული სარიტუალო ცერემონიალების შესასრულებლად თუ საცხოვრებლად. ესეც მარანია, სადაც ინახებოდა ღვინო, რომელიც გამოიყენებოდა როგორც საკულტო დღესასწაულების დროს, ისე ჩვეულებრივი მოხმარებისთვის. აქვეა დაცული სამეფო აბანოების ნაშთებიც. ასე გამოიყურება სამეფო ტახტის ფეხზე შემოსაკვრელის ნაწილი, რომელიც არმაზის ხევში აღმოაჩინეს. არტეფაქტის ასაკი ფარსმანის მეფობას ემთხვევა. იბერიელი მეფის ტახტის ფრაგმენტი სამეფო ხასიათს და სიძლიერეს აღწერს. ეს ჭურჭელია, რომელიც წარჩინებულთა სამარხებში აღმოჩენილი. ასეთ თასებს, კოზებს, ჩამჩებს, სინებს, სურებს, დოქებს მოიხმარს მეორე საუკუნის სამეფო ოჯახი და იბერიული არისტოკრატია. ეს მათი ყოველდღიურობაა. სამკაულით შესაფერისად ძვირფასი და მდიდრულია. ახლა ჩვენი ექსპედიცია ბაგინეთიდან 5 კილომეტრში
იბერიელი მეფეების მაღალი რანგის ჩინოვნიკების, პიტიახშების სასახლის და სამარხებისკენ მიემგზავრება. ეს არმაზელი პიტიახშების სასახლის ნაშთებია, აი ამ რეზიდენციის კომპლექსიდან ყველაზე უკეთ არის გადარჩენილი აბანო. ამავე ტერიტორიაზე მათივე სამარხებია, სწორედ ამ სამარხებიდან არის ამოღებული უძვირფასესი ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ასეთი მდიდრული სამკაულის მატარებელი და მომხმარებელი ადამიანები, ბუნებრივია იმ დროის მოდური ტენდენციების ავანგარდში იდგნენ. ეს ნივთები ქართული სამეფო და არისტოკრატული პერსონების პირადი მოხმარებისთვისაა დამზადებული. ისინი ქართულ საოქრო მჭედლო სახელოსნოებში მზადდება ან უცხოეთიდან შემოაქვთ. თვლები, რომელთაც სამკაულებს აფორმებენ, იმ დროს ძალიან ძვირად ფასობს. ამ ხალხის ეკონომიკური პოტენციალი წარმოუდგენლად მაღალია. პირადი ნივთები ხშირად ინიციალებით ფორმდება. ამ ნივთებს შორის უცხოელების მიერ ქართველი წარჩინებულებისთვის საჩუქრად მორთმეული არტეფაქტებიცაა. ეს სიმდიდრე, გემოვნება და სიუხვე მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს. ამ ქვეყანას ეკონომიკური კრიზისი კიდევ დიდხანს არ დაემუქრება. მისი ხელისუფალი ფარსმანია, რომელსაც დიდი რეფორმატორული ნიჭი, პიროვნული სიძლიერე და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი აქვს. ჩვენ არ აქვს ფარსმანის საფლავი ნაპოვნი. არც თქვა შემდგომი მეფის ჯერჯერობით, იმიტომ რომ ცხეთის უდიდესი ნაწილი არ არის გათხრილი. მაგრამ ჩვენ გვაქვს მისი ჩინოვნიკების და ჩინოვნიკთა ოჯახის წევრთა სამარხები და ეს იმ დროინდელი კი არა, თანამედროვე მსოფლიო მასშტაბითაც კი თავისი როგორც ხარისხით, ასევე თვითონ სიმდიდრით და ღირებულებით შესაშური და გამაოგნებელი. სოფლიო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებში აქტიურად ჩართულ ქართლის სამეფოში ამოქმედებულია საერთაშორისო ენები, მათ შორის ბერძნული და არამეული. არმაზელი პიტიახშების სამარხებს შორის აღმოჩენილი არის ფარსმან მეფის პიტიახშის ზევახის ქალიშვილის საფლავის ქვა. საფლავის ქვაზე ორ საერთაშორისო ენაზე არის წარწერა გაკეთებული. ეს არის ბერძნული და არამეული ენები. ამ წარწერაზე მონოლოგის რეჟიმში ყვება ზევახის ასული სერაფიტი თავის თავზე, ოჯახზე, მეუღლეზე, მამაზე. ის გარდაიცვალა 21 წლისა. ეს ინფორმაციაც ამ წარწერაზე არის დატანილი. 138 წელს რომის საიმპერატორო ტახტს იკავებს ადრიანეს შვილობილი, იმპერატორი ანტონინუს პიუსი. საერთაშორისო პოლიტიკური სურათი უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც იცვლება. რომის მოკავშირე და მეგობარი ქვეყნებიდან იბერიას და მის მეფეს ფარსმანს ანტონინუსი განსაკუთრებული სიფრთხილით და პატივისცემით მოეკიდება. ფარსმანის კონფლიქტი ადრიანესთან ზღვაზე გასასვლელის დაკანონებით ფარსმანის სასარგებლოდ გადაწყვიტა ანტონინუსმა. ანტონინუს პიუსის დროს, რომელიც ძალიან მშვიდობის მოყვარე კაცია და როგორც ჩანს მოწესრიგდა ეს ამბავი, იმიტომ რომ ასევე რომაული წყაროებით ჩანს, რომ ანტონინუს პიუსმაო ფარსმანსო გაუზარდა საზღვრები, როგორც ჩანს დაუმტკიცა ეს ტერიტორიები, რომელიც მას თავისი, ასე ვთქვათ, ძალებით შემოიერთა და აი სწორედ ამ მოლაპარაკებების დროს, რომელიც ალბათ ელჩობების დონეზე მიდიოდა, როცა ჩამოდიოდნენ ქართლში რომაელი ელჩები და იგივე მიდიოდნენ აქედანაც ალბათ რომში, აი სწორედ აქ უკვე გადაწყდა როგორც ჩანს ფარსმანის ჩასვლა რომში. დიპლომატიური სვლა, ფარსმანის რომში მიპატიჟება, მნიშვნელოვან თარიღს უნდა დაამტყიოს იმპერატორმა. ეს რომის დაარსების 900 წლის იუბილეა. საიუბილეო თარიღზე მიწვევას მომავლისთვის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება უნდა მოხდეს. იმპერატორი იბერიელი მეფის მიმართ აქაც ექსკლუზივს ინარჩუნებს. ეს იყო პირველი შემთხვევა იბერიის ისტორიაში, როდესაც იმპერატორის ორგანიზებით იბერიის მეფე რომში შედის. ის ერთადერთი გამორჩეული სტუმარი იქნება, რომელსაც რომი საგანგებოდ დახვდება. დგას 157 წელი. ფარსმანი რომში ცოლით და შვილით დაპატიჟეს. რომამდე გრძელი გზაა გასავლელი. 3861 კილომეტრი. სამეფო ეკიპაჟის კომფორტული მგზავრობა და უსაფრთხოება რომის იმპერიის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა წარმართულიყო. როგორ მოძრაობდნენ იბერიიდან რომამდე მეორე საუკუნეში, ან რა დროს ჭირდებოდა ამ გრძელი გზის დაფარვას?
რომი ძალიან მოწესრიგებული სახელმწიფო იყო. ეს გზები არსებობდა, სახმელეთო გზები ძალიან კარგად მოწესრიგებული იყო. შავი ზღვიდან, ან ფაზისიდან, და ფაზისი არ გონიოდან დაუშვათ, იმიტომ რომ აქ იდგა რომაული გარნიზონები, მოვიდოდა გემი. სასწრებოდა ეს დელეგაცია გემებზე, წავიდოდნენ ჩვეულებრივ ნაპირ-ნაპირ გაყვებოდნენ და გავიდოდნენ ბოსფორში, მე მარმარილოს ზღვაში, დარდანელში გავიდოდნენ ეგეოსის ზღვაში, იქიდან ხმელთაშუა ზღვაში და მივიდოდნენ რომამდე. გზავრობის სავარაუდო ხანგრძლივობა სამეფო დელეგაციისთვის 2-დან 3 თვემდე გასტანდა. რომში ჩასულ ქართულ დელეგაციას წინ დიდი სიურპრიზი ელოდა. ანტონინუს პიუსის ისტორიკოსი დიონ კასიუსი წერდა, კეისარმა ნებადართო ფარსმანს კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა. ეს იყო უპრეცედენტო აქტი, რომელსაც არც მანამდე და არც მერე ანალოგი აღარ ექნება. ეს ნიშნავს აბსოლუტურ აღიარებას იმ უცხოელის სულიერებისას. ეს წარმოუდგენელი რამ არის. კაპიტოლიუმის საკურთხეველში დაუშვებელი იყო შესვლა არა რომაელის და ამ დროს იქ შედის და ისე რომ რომაულ ჯულზე კი არ გადადის პირიქით ხას უსვამს და ის რჩება ქართულად რჩება თავის არწმუნოებაზე და სწირავს მსხვერპლს. ამის შემდეგ გაიმართა ერთგვარი მანევრები რომში, სადაც ფარსმანის ამალა შეეჯიბრა რომაულ ლეგიონს. გამოიყვანეს რომაელებმა, მაგრამ არა გლადიატორები, არა ვთქვათ მოხალისეები, არამედ ხელფასიანი რჩეული პრეტორიანული გვარდიის მებრძოლები. და მათ შორის გაიმართა ბრძოლა. და ყველა პარამეტრით იბერიელებმა, ქართველებმა დაჯაბნეს რომაელები. ანტონინუს პიუსმა კიდევ ერთი მოულოდნელი სვლა გააკეთა. რომში, მარსის მოედანზე, ფარსმან მეფის ძეგლი დაადგმევინა. თუკი რომში მნიშვნელოვანი რამ მოხდებოდა, ამის შესახებ საგანგებოდ წერდნენ მარმარილოს ფილებზე, ეგრეთ წოდებულ ფასტიებზე. ამ ფასტიებს ქალაქის შესასვლელებში აღმართავდნენ ხოლმე. ერთ-ერთ ფასტიაზე, რომელიც მდინარე ტიბრზე აღმოაჩინეს ნავსადგურ ოსტიასთან, უმნიშვნელოვანეს მოვლენათა შორის პირველ ადგილზეა ფარსმანის და მისი ოჯახის სტუმრობა რომში. ეს აღმოაჩინეს 50-იანი წლების ბოლოს, მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს გერმანელმა არქეოლოგებმა თუ არ ვცდები და ეს აღმოაჩინეს რომში, მდინარე ტიბრის ნაპირას, ოსტიაში. ეს არის მარმარილოზე წარწერა, ესეთი წარწერები კეთდებოდა ყოველწლიურად თუ ანუ რამ მნიშვნელოვანი ამბავი ხდება რომის სახელმწიფოში. და აქ არის ხსენება ესა და ეს კონსულების დროს, ამადამ კონსულების ხა ზუსტად არ მახსოვს რომელი კონსულები, დროსო ჩამოდის ფარსმანი იბერიელიო. და ეს არის, იცით როგორ არის ხოლმე, რომ აი ამ წელს დაუშვათ ამის და ამის კონსულობის დროს და მე ხდება ხოლმე მნიშვნელოვანი ამბები. პირველ მნიშვნელოვანად ამბად არის სწორედ ეს ამბავი, რომ ფარსმანი ჩამოდის იმ წელს. და იქ ხსენება მისი მეუღლეც და მისი შვილიც, მათი სახელების მხოლოდ ასოებია და რაღაცისა, მაგრამ ანუ არ არის სამწუხაროდ შემორჩენილი ეს მათი სახელები. ფარსმანი ბრუნდება საქართველოში. რომთან ურთიერთობები დალაგებულია, თუმცა პარტიასთან იგივე სპარსეთთან კონფლიქტი გრძელდება. ვერაფერი მოუხერხა პარტიის მეფემ ფარსმანს, ამიტომ ის სხვა გზას დაადგება. პარტიელები მოისყიდიან ფარსმან მეფის პირად მზარეულს და მას მოაწამლინებენ მეფეს. ქართული ისტორიოგრაფია და ტრადიცია ფარსმანს ქველს დაარქმევს. ის ერთადერთ მეფედ რჩება დღემდე, რომელმაც დარიალის კარით მანიპულირება ყველაზე სწორად შეძლო. ის იყო მონარქი, რომელმაც იბერიამ მსოფლიო პოლიტიკურ მოთამაშედ აქცია. მოყვა თუ არა ქართლში ფარსმანის სიკვდილს სახელმწიფო გადატრიალება, ეს ჩვენთვის უცნობია.